მოგესალმებით ჩემო კარგებო, დღეს მოგიტანეთ უგემრიელესი რეცეპტი ჩვენი ბავშვობის გემო ჩიტის რძე, მართლა უნიკალური ნამცხვარი და ადვილი გასაკეთებელი, რაც თავარია კიდევ არის ძალიან რბილი, ფაფუქი, სუბუქი. წამოდით და გავაკეთოთ ერთად და ამაში თვითონ დარწმუნდებით, რომ არის მართლა ძალიან ადვილი. ავიღოთ 3 ცალი კვერცხი ძილიან გულიანად და დავუმატოთ 250 გრამი კრისტალური შაქარი. დავუმატოთ მწიკვი მარილი, ვანილი, ოთხი სადილის კოვზი თაფლი, ჩემო ლამაზებო. და აქვე აგრეთვე დავუმატოთ 5 სადილის კოვზი ცივი რძე. აურიეთ ეს მასა კარგად ერთმანეთში და შემდეგ დავუმატეთ 50 გრამი კარგი ხარისხის კარაქი. შემდეგ ხა არ ვიცი ჩანს თუ არა ვიდეოში, დავდგი ორთქლის აბაზანაზე, რომ გადნეს კარაქი და ცომიც კარგად მოიხარშოს. შემდეგ დავუმატებ 1 ჩაის კოვზი სოდა. შემდეგ დავუმატებ ქვილი. ქვილს ვამატებ ეტაპობრივად. სულ მე დამჭირდა რომ გითხრათ სადღაც 720 გრამი ქვილი. ქვილი რა თქმა უნდა ზუსტად ვერ გეტყვით, თქვენ შეგიძლიათ დაგჭირდეთ ცოტა რაოდენობით, ცოტა უფრო ბევრი. ეს ქვილის ხარისხზეა დამოკიდებული. ახლა ჩვენი ცომი გადმოვიღე ჟარონაზე და ქვილით ესე მოუყაროთ თავი ცომს, რომ მივიღოთ კარგი გუნდა. შემდეგ ჩავდოთ ცელოფნის პარკში, რა თქმა უნდა საჭმლისთვის, პროდუქტებისთვის განკუთვნილ ცელოფნის პარკში და შევინახოთ მაცივარში 15 წუთი. თქვენ თვითონაც ხედავთ რა ფუმფულა გუნდა მივიღეთ. მართლაც სასიამოვნოა ესეთ ცომთან მუშაობა. ხო, ეხლა მოვამზადოთ კრემი. კრემისთვის ჩემო ლამაზებო დაგვჭირდება 1 ლიტრი რძე, 350 გრამი შაქარი, მწიკვი მარილი და 2 ცალი ვანილი. აგრეთვე დავუმატოთ 8 სადილის კოვზი ქვილი და გავხსნათ ქვილი ცივრძეში კარგად. შემდეგ დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ. ურიეთ სისტემატურად, რომ კრემი ფსკერს არ მიეკროს. გამოდის არაჩვეულებრივი ფაფუქი კრემი. არაჩვეულებრივი, ნახეთ აქ როგორ გასკევდა. აქ ხედავთ რომ კრემი უკვე გასკევდა და მზად არის, ამიტომ გადმოვდგათ და გავაციოთ ოთახის ტემპერატურამდე ჩვენი კრემი. ეხლა დავიწყოთ ფირფიტების გაბრტყელება. ეს ცომი ჩემო კარგებო გავყოთ 5 ნაწილად. ფირფიტები გააბრტყელეთ რაც შეიძლება თხლად, ჩამოაჭერით გვერდები და შემდეგ გამოაცხოთ. მე არ ჩამომიჭრია გვერდები და აქ ხედავთ რომ არ არის სტანდარტულად. გამოაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში. ეხლა ავთქვიფოთ 300 გრამი კარგი ხარისხის კარაქი, მივიყვანოთ გათეთრებამდე და შემდეგ დავუმატოთ ეტაპობრივად ჩვენი გაციებული კრემი. გამოდის მართლაც არაჩვეულებრივი კრემი, ჩემო ლამაზებო, ფაფუქი, ჰაეროვანი და ნამდვილად რომ გამოგადგებათ აგრეთვე სხვა ნამცხრებისთვისაც. აგრეთვე ტორტისთვის არის გადასარევი კრემი. ეხლა დავუმატოთ ვანილი. თუ თქვენ არ გაქვთ ესეთი სითხე ვანილი, შეგიძლიათ დავუმატოთ ვანილის პუდრი 2 ბაჭკა.
და კრემიც მზად არის ჩვენი გემრიელი ფენების დასაკრემად. დავიწყოთ ფენების დაკრემა და ვკრემავთ ფენებს, რა თქმა უნდა, ბოლო ფენას არ ვკრემავთ, იმიტომ რომ წაუსვათ შოკოლადის მინანქარი. მინანქრისთვის დაგვჭირდება 6 სადილის კოვზი კაკაო, 6 სადილის კოვზი შაქარი და 12 სადილის კოვზი რძე. მე გიხდით ბოდიშს, რომ ვერ გადავიღრე თუ როგორ ჩავყარე შაქარი, კაკაო და რძე ქვაბში და წამოადუღეთ, აი როგორც ხედავთ ვიდეოში, რომ მინანქარი არ მიეწვეს ფსკერს და ბოლოს რომ დაიწყებს ჩვენი მინანქარი დუღის დაამატეთ 50 გრამი კარაქი. მე ამ დროს უკვე ცეცხლი გამოვდე, მართალი გითხრათ და ვაცადე კარაქს რომ გადნეს. კარაქი აძლევს ძალიან სიბრიალეს ჩვენს მინანქარს. და ეხლა ეს მინანქარი როგორც არის ცხელი, დავასხათ ჩვენს ნამცხვარს ზემოდან და კარგად გადავანაწილოთ მთელ ზედაპირზე. ნახეთ ჩემო კარგებო, რა კარგი სიბრიალის მინანქარი გამოგვივიდა. იმედი არ შეგაწყინეთ თავი და გააკეთებთ ამ ნამცხვარს. აი ახლა შობა ახალი წლისთვის, რომ ნამდვილად მოეწონებათ თქვენს ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს. მე კიდე შემდეგ გემრიელობა ვიდეომდე გემშვიდობებით და გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. ღმერთმა მშვიდობა მიცეს ჩვენ საქართველოს და თითოეულ თქვენგანს.